ეხლა არის 5 საათი და 30 წუთი დილით. ცოტა ბნელა მართალია, მაგრამ ეხლა გავდივარ რომ ჩავჯდე ავტობუსში. მოიცა. თუ სად მიდის ავტობუსი ამდილა ადრიან, ან საერთოდ რა მორიგშარში გავახვიე, ან რა მინდოდა ღამე შვეიცარია საფრანგეთის საზღვარზე. ამას ყველაფერს მოგიყვებით დღევანდელ ვიდეოში. ნომრის გაცემა. იმედია მომცემენ. რაღაცები მაქვს კარგი, რაღაცები არ მაქვს კარგი, მაგრამ ძირითადად მაქვს. სესესე? ხოდა რა არის ეს სესესე? Merci. სესესე ერთ-ერთი გარბენია UTM-ის სერიაში. რომელიც გადის სამი ქვეყანას, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთს. არის ჯამში 101 კილომეტრის სიგრძის და ამასთან 6000 ვერტიკალური მეტრი უნდა გადალახო. ფაქტიურად, trail running-ის 100 კილომეტრის დისტანციის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია. ხოდა ამასთან ერთად 400 € ცხირს. რის სანაცვლოდაც გაძლევენ აი ესეთ გებრიელობებს. ესეთი ნომერი მომცეს და ეს ძილისთვის არის ნომერი. რომ არ შემატყოთ ძილს. ესეთი ფოკას მაისური მომცეს და ნაგვის პარკები. ეს OCC-ის ხალხი მირბის 50 კილომეტრიანის. აი ჩვენი კაცი. ვომზლი. დაერბინა UTMB და დარბის ახლა OCC-ის. 100 მილის მაგურად 50 კილომეტრს. ხა მგონი პირველია. გაიცანით ქეთი. აი ხომ გახსოვთ რაც გითხარით CCS-ის შესახებ. ხოდა ქეთის გარბენი გარდა იმისა რომ სრულ წრეს ურტყავს მონბლანის მასივს, ასევე არის 176 კილომეტრის სიგრძის და ამასთან ერთად უნდა აწიო 10000 ვერტიკალური მეტრი. აი ზუსტად ამ გარბენს დარბის ქეთევანი. აი ჩვენი UTMB-ელი. მარუშ ყველა როგორც გითხარი, ყველა ყოველთვის პირველი იქნებია. DNF-შიც პირველი იქნები და DNF-ში უკვე ყავს. ქალი. მე OG ბლოგერი ვარ. OG. ეხლა არის 5 საათი და 30 წუთი დილით. ცოტა ბნელა მართალია, მაგრამ ეხლა გავდივარ რომ ჩავჯდე ავტობუსში და მე ვიმგზავრო კურმაიერში და იქიდან არის უკვე სტარტი 9 საათზე. სტარტამდე თითქმის 4 საათი დარჩა, 3.5 საათი დარჩა. აბა, წარმატებები. ჩემი სასტუმროდან ავტობუსის გაჩერებამდე რაღაც 2 კილომეტრია. ცოტა შორია რა თქმა უნდა. anyways, რა გაეწყობა. მაგერ ავტობუსმა მოგვიყვანა კურმაიერში.
ახლა რა უნდა ვაკეთო? არ ვიცი. ახლა წავედი სტარტის ხაზზე. ესეც საინტერესო დაკვირვება არის. საათნახევარი და 2 საათი ლოდინის მაგივრად. აი აქ გზაში რაღაც კაფეები არის. ამ პრინციპში ცარიელი შეიძლებოდა შესვლა. აი, გამოცდილება რას ნიშნავს? აი, დოლომიტები მაინც სხვაა რა. რაღაცნაირი განსხვავებული მთებია, ძალამაზია. მე დოლომიტები ჩემი ფავორიტი მთებია მაინც. აი, ვერაფერი ვერ შეიძლება სხვა. ეს არის საცობი. აი უკანაც. იდეაში ეგეც საცობი ბევრი იქნება. ნუ, ყოველ შემთხვევაში პირველი ავიცი 20 კილომეტრი ალბათ. იმიტომ რომ ძალიან წვრილი ბილიკი არის და ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა. თან საინტერესო ის არის რომ ძალიან მაღალი მთები არ არის აქ. ну არ ვიცი რა თქმა უნდა ამის სიმაღლე, მაგრამ მგონი 4000-იც არ იქნება. საკმაოდ ბევრი თოლია 4000-ზე უკვე. აქეთ. არა კარგად ჩანს. სადადიან ხალხი. აი ესე. წრეზე და აი მთისიქით. ველოდი როგორც ლამაზ იქნებოდა. იტალია ნუმერო 1. კოლ დე საპინა 2400 რაღაც მეტრია. კაი ჯიუტი აღმართია ესეც. უნდა თქვა. 1300 მეტრი ავწიეთ უკვე. ალბათ 6 კილომეტრში. გადის სამ ქვეყანაზე. ვიწყებთ იტალიაში. შვეიცარია. და ბოლოს ფინიში საფრანგეთში. აგერ პირველი ჩეკპოინტის 9 კილომეტრზე. Station სოთაშორის ძალიან კაია. საზამთროც აქვს, ყველაფერი აქვს. სადღაც 2 საათსა და 50 წუთში გავიარე მე 14 კილომეტრი. დაახლოებით როგორც ფიქრობდი ისე რა. მაგ 3 საათში ფიქრობდი მოსვლას. თვითონ ტრეკი ძალიან სარბენია. საერთოდ არ არის ტექნიკური. აღმართებიც არ ჭირს. ჯეჯოები ძალიან მაგარი ბილიკია. ხედები ხო საერთოდ ფანტასტიკია.
საერთოდ არ არის პრობლემა. ფილტრი წამოვიღე და ამჯერად ძალიან შეიძლება აბსოლუტურად დაურიო. ესეც კაი ჯუდი აღმართი იყო. 100 მეტრი. ხო, მზის კრემი აშკარად ბევრი მომივიდა. ესეც ციცაბო. და ეგეთი იქნება ალბათ კიდე 3 ან 4. მე ხო რუთი საერთოდ არ ვიცი. და ნუ რა აზრი აქვს რა, უფრო დაიგრუზები. ეს არის უხერხილი. და მოვედით აი ის უქვევიდან, სადაც მდინარე არის, იქ და მოვედით ზუსტად. საერთოდ სწორზე წავიქეცი. არა და კარგად ვდგევარ ხოლმე ფეხზე, არაფერი არ მიტრიალდება. არასდროს არ ვეცემი. აი სულ სწორზე, აი ესეზე დავეცე. წესით არაფერი, მაგრამ მაინც ტეხავს. ახლა მოვედი ლაფოლიში. ეს უკვე შვეიცარია უნდა იყოს ესეთ. ანუ უკვე მეორე ქვეყანა. ხო, აი, შვეიცარიის დროშა. ნუ სახელზე ეთყობა, რომ შვეიცარია არის. ხედი აქვს ბიჭო. კარგი სტეიშენი იყო. შეიძლება გამოიცვალო ვისაც საპორტი აქვს. საპორტ კრუ დახვდება და მოკლედ გლაფოლიში მოვედი 40 კილომეტრი და 8 საათი დამჭირდა, ცოტა ნაკლები კიდე. რაც ცუდი დრო არ არის. შემდეგ 49 საათში რა გავაკეთო, გამოდით რომ 17 საათი იქნება 80 კილომეტრი. და 3 საათი 20 კილომეტრი როგორ გავისამ საათი არა. სადაც 21 საათის ფეისი მაქვს, 22 საათის. შემდეგ გაჩერება შამპელა. ეს არის შვეიცარიული სოფელი. კი, ბაზარი არ არის, ყველაზე მდიდარი ქვეყანა ამ სოფლიოში, მაგრამ მაინც ნახე. ჯერ რა სახლი აქვს. ღობე საერთოდ არ აქვს. აი ნახე. 64-ში არიან. მეტალოპლასმასის კაფანჯები არ აქვს. ამ შემთხვევაში თეთრი ფერის. სამაგოთ აქვს ესეთი ლამაზი დეკორაციები. ფაქტობრივად ნახევარი გზა გამოვიარე. 50 ნახევარი და მიწევს რომ 50 ნახევარი დარჩა. და გეინის ნახევარიც გავაკეთე. ანუ ფაქტობრივად half point-ზე ვარ. და გავიდა 9 საათი. ჯერად ხამამდე უნდა მივიდე. აი, ეს პიზდეც ნახო, უნდა მივიდე. ეს არის შამპელა. ჯერ კიდევ შვეიცარია. და 54 კილომეტრი არის ეს checkpoint. აქ უნდა გამოვიცვალო და დავისვამო სახანი. ბიჭო, საკმაოდ აცივდა. სიცივის ბრალი უფრო არ არის, უფრო გადაღლილობის ბრალი არის რა, რაღაცა დეჰიდრაცია გაქვს, ყველაფერი გაქვს საერთოდ და მაგი უფრო გაცივებს ვიდრე რეალურად სიცივე. ეხლა რომ ამოძრავდები წესით უნდა გავხურდე, მაგრამ თუ რაღაცა არის 4 ლეერი მაქვს. ქელისაწვიმარი პარკის, ერთი შალის, ერთი მაისური, ნუ ერთი ეს ვინბრეიკერი. ფაქტიურად ჩარვალიც მაქვს.
და მომჯერად კარგად ვარ მომზადებული. თითქმის 1 საათი გავჩერდი. და ორი მომენტი. პირველი რომ ვითომ არ შეიძლება დახმარება რომ დავუშვათ საფართმო რომ საჭმელია მოგაწოდოს. არაფერიც, ყველაფერი შეიძლება. შუშერს რეცხავდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ. და მეორე რომ დამავიწყდა. გამოგხსენდება. ჩეკპოინტები ცოტა უჭირთ. აი წინა ჩეკპოინტი იყო 14 კილომეტრი, მაგის წინაც 14 იყო. და ეხლა არის საერთოდ 16 კილომეტრი 1000-იანი გეინით. ნორმალია. დაბნელდება და მე ბევრსაც ვეღარ გადავიღებ. მარტო ჩეკპოინტებზე ალბათ, მაგრამ T'as les bâtons ou pas? T'as pas une autre faire? Non. Il peut pas? Ça va, s'en fout, allez, c'est pas grave. Non, non. Ils sont où tes bâtons? ნუ აი ეს უკვე რაღაცა არ ვარ დაგინებული რომ კარგი აზრია. Allez, on repart. სხვა ხალხი გათრევს რა ფაქტიურად. Marine, il y a un caillou à gauche là. არ მესმის რა მოკლედ. ნუ არ ვიცი. მე მაგის ადგილზე გამიტყდებოდა. არ ვიცი. Caillou au milieu. This way? Can I add on the other side? ეს ტრიენტი ძალიან ნაგავი aid station-ი იყო. საერთოდ რომ მეწონა, ბევრი ხალხი იყო, ცოტა ადგილი და სუ support crew იყო რა, ყველგან support crew იყო, ზოგს ეძინა, ზოგს რა ვიცი. 5 კაცთან 5 კაცი ყავთ ბიჭო, 5 ერთი ადაა, 5. ჩაფახები. ძმა წამოვიდა. ახლა უნდა მოვიღო ჩემი 12 ევროიანი კეჩუა. ესეთი ტალახია სულ. ბოლო არ ვიცი, ალბათ 30 კილომეტრი. და სულ ესე იქნება ხა ბოლომდე. იმიტომ რომ შამონიში წვიმს. ამ დღეს განსაკუთრებით გავიმართლა და ულტრების ბინგო გავაკეთეთ. ღამის წვიმა, ტალახი, აღმართი. ერთადერთი თოვლი დაგვაგლდა სუპლის სიამოვნებისთვის. ლაპლეჯერი ბოლო დაბრკოლება იყო, რომელიც მოშორებდა ფინიშის ხაზს და ასევე სახმართი ჩემი გარბენის ყველაზე რთული მონაკვეთი იყო. ჩემი ვირტუალური ფინიშის ხაზი. ძლივს რაღაცა ლამაზი არ გამოჩნდა. საფრანგეთის მხარეს მონბლანის მასივი. ფაქტიურად წვე დავარტყით. ნუ, პრინციპში, თუ კარგად დავიხარ, აგერ ლანამ გააკეთა 17 საათში. რა მარტო მენტალურად უფრო მარტივია, ფიზიოლოგიურადაც ბევრად მარტივია 17 საათის გარბენა, ვიდრე 24, სადაც მე უნდა გავაკეთო. მე 24 შემოეცი შევა. ძალიან არ მომწონა ფრანგული მხარე. გური უაზრო ტექნიკური და მორალად არ არის გაკეთებული ტრეილი. შვეიცარიული და იტალიური სექცია გადასალე ფანტასტიკური. ძალიან დიდი სიამოვნება მიიღე მაგით. კიდე ვირბენ ესეთ რაღაცას. დღევანდელი განმოსახედით არა, აღარ ვირბენ. იმიტომ რომ სიამოვნებას ვერ ღებულობ. 12 საათის მერე უკვე ყველაფერი უბრალოდ წვალობ. თუმცა მიხარია რომ დავამთავრე. მიხარია რომ გამოვიდა. ეს ცნობილი ხიდი, სადაც ცოტა ხანში UTMB-ს ხალხი წავა. Last kilometer. და ოფიციალურად 101 კილომეტრია. ეპიკური თავგადასავალი იყო. თითქმის 24 საათი. და ყველაზე მეტად მტკივარ მუხლი არა მყესი არამედ თითი რა დამაძია მონბლანი არა მონბლანი არის Nicolas
მთებია აქ და აი ეს Mont Blanc-ი. ეს არის გარბენის უკვე მესამე დღე. გუშინდილით დავამთავრე და გუშინდილითვე ცუდად გავხდი. 7-8 საათი წავუძინე და ცოტა კიდე მოვედი გონზე. ფაქტურად 24 საათი გათიშული ვიყავი, რაც მე არ მჩვევია. ეგრეთ ცუდად არ ვარ ხოლმე. როგორც ჩანს, ორგანიზმი ძალიან გამოიფიტა, გადაიღალა. აი ხომ გახსოვთ კეთევანი? და მისი 176 კილომეტრი. ხო და სანამ მე მეძინა და გონზე მოვდიოდი, ამ დროს კეთი დარბოდა თავის 41 საათს. აი ზუსტად ფინიშის ხაზთან ველოდებოდით საქართველოს გუნდი მის ფინიშს. აი UTM-ის მორბენლებისთვის ახლა არის მე-40 საათი. წარმოდგენაც კი საშინელება არის 41 საათის სირბილი, აი რაღაც სხვა განზომილებაა. მიდი კეთი, მიდი, აი, მიდი, აილე, ცოტაც. ასე ეპიკურად დასრულდა ეს ულტრამარათონიც საქართველოს დროშის ფრიალით ამ ძალიან ძლიერი გოგოს მხრებზე. აი ახლა მიდის 46 საათი. კატოფია ამ რეისის არის 46 და 45. საპორტის გარეშე ამ რეისის გარბენა კიდევ უფრო საშინელება იქნება. მე მგონი ნახევარზე მეტი მაინც საპორტით არის. მაგრამ არის სოლო მორბენდებიც, მაგათ საერთოდ ორმაგი ბოსები. UTMB-ის ფესტივალი ალბათ ყველაზე ატმოსფერული გარბენია. სხვა ხალხი, ემოცია, ტკივილი, ქმნიანი შეუდარებული გარემოს, რომელსაც ყველას გირჩევთ თუნდაც მაყურებლის როლში.